გამარჯობა, მოგესალმებით ყველას YouTube-ზე დვალიშულთან და ჩვენს პლატფორმებზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა ვიმყოფებით მალტაზე, სადაც მიმდინარეობს მსოფლიო თასის გათამაშება წყალბურთში, სადაც მონაწილეობს საქართველოს ნაკრები და მონაწილეობს საკმაოდ წარმატებულად. მოდით მივყვეთ გზას იქამდე, თუ როგორ მოვიდა ჩვენი გუნდი მეოთხედფინალურ დაპირისპირებამდე, რომელიც სულ რამდენიმე წუთში დაიწყება. ბიჭები ჯერ ხურდებიან, დღევანდელი ჩვენი მეტოქე კი იქნება გუნდი, რომელთანაც ჩვენ გვმართებს გამარჯვების მოპოვება და ეს არის უკრაინის ნაკრები, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით და თუ როგორ ემზადება ჩვენი გუნდი ამის შესახებაც რა საკვირველია გიამბობთ. მოდით გავიხსენოთ გზა, როგორ გაიარა საქართველოს ნაკრებმა. მოკლედ, პირველი შეხვედრა დავთმეთ თურქეთის ნაკრებთან, რომელსაც გუშინ პირწმინდად მოუგეთ. მერვედფინალური ეტაპი ძალიან მაგრა ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეოთხე და შესაბამისად სწორედ ეს მეოთხედი იყო, სადაც ქართველმა წყალბურთელებმა გარდამტეხი როლი ითამაშეს და შესაბამისად გადატეხეს თამაში, მოიპოვეს უპირატესობა და შეძლეს გამარჯვების მოპოვება, შესაბამისად მეოთხედფინალის საგზურიც. მეორე შეხვედრა ვითამაშეთ ბრაზილიის ნაკრებთან და საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში შევძელით გამარჯვების მოპოვება, თუმცა გავიმარჯვეთ პენალტების სერიაში და ბოლო დაპირისპირებაში სლოვენიის ნაკრები დავამარცხეთ შეხვედრაში საკმაოდ დიდი ანგარიშით. ეს შეხვედრა გამოდგა ისეთი, რომ პრაქტიკულად პირველი წუთიდან საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების კარნახით მიმდინარეობდა და შესაბამისად შედეგიც აბსოლუტურად ლოგიკური იყო. მერვედფინალის შესახებ უკვე გიამბეთ, რომ თურქეთის ნაკრებს მოუგეთ და დღეს რამდენიმე წუთში დავიწყებთ შეხვედრას უკვე უკრაინის ნაკრებთან. ორიოდე სიტყვა მინდა გითხრათ უკრაინის ნაკრების შესახებ. ამ გუნდმა გუშინდელ დაპირისპირებაში მერვედფინალურ ეტაპზე მოუგო კანადის ნაკრებს. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ამ წყვილში სწორედ კანადა მოიაზრებოდა ფავორიტად და კანადა ის გუნდია, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთში გამართულ 4 ტურნირზე შეძლო ამ გუნდის დამარცხება. მიუხედავად ამისა, მაინც უკრაინელებთან კანადელები მოიაზრებოდნენ ფავორიტებად, თუმცა უკრაინის ნაკრებმა ბევრისთვის გასაკვირად შეძლო გამარჯვების მოპოვება და აგერ გავიდა მეოთხედფინალში და მეოთხედფინალში ითამაშებს ჩვენთან. მოკლედ, საკმაოდ რთული დაპირისპირების გამართვა მოგვიწევს დღეს ნურავინ ელის იოლ შეხვედრას. რასაკვირველია, მთავარი არის, რომ თავად ბიჭები არელიან იოლ შეხვედრას. გუშინდელი გამარჯვება უკვე დაიწყებულია და შესაბამისად მთელი აქცენტი დღეს უკვე კეთდება მოახლოებულ დაპირისპირებას და სხვაგვარად არ შეიძლება გამომდინარე იქიდან, რომ ვატო დადვანთან ერთად თითოეულმა ქართველმა წყალბურთელმა იცის თუ რა დევს სასწორზე კი დევს საგზური 22-26 ივლისს ავსტრალიაში, კერძოდ კი სიდნეიში გასამართი მსოფლიო თასის სუპერფინალის და შესაბამისად ქართველი წყალბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მოხვდნენ ამ ტურნირზე, გამომდინარე იქიდან, რომ თითეული პოზიტიური შედეგი, რომელსაც აღწევენ ქართველი წყალბურთელები, ეს რასაკვირველია, მოქმედებს სპორტის ამსახეობის განვითარებაზე ჩვენს ქვეყანაში, მოქმედებს სპორტის ამსახეობის პოპულარიზაციაზე და რაც თავარია, ამ ბიჭებს უნდა იცნობდეს ქართველი გულშემატკივარი, უნდა იცნობდეს გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. რევას ჯომახიძე, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს ნაკრები ატარებს მსოფლიო თასს და იქამდე გეტყვით, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა მოიგო 4 ტურნირი, რომელიც მსოფლიო თასის დაწყებამდე სლოვაკეთში გაიმართა. მოიგო საკმაოდ დამაჯერებლად, მოუგო კანადას, მოუგო ავსტრალიას, მოუგო სლოვაკეთს და ჩამოვიდა საკმაოდ კარგი განწყობით უკვე მალტაზე და ეს კი ნაკრების კაპიტანის სუგვემალება სხვათა შორის მინდა გულშემატკივარმაც იცოდეს, მაგრამ არის ხოლმე ისეთი მომენტები, რომ გზას არ უტოვებს და შესაბამისად იძულებული ხდება გაგვცეს პასუხი. აქვე კადრში მინდა გიჩვენოთ იოვან სარიჩი, აპოლოს კაპიტანი, მას ხელის ტრავმა აწუხებს მაჯის და შესაბამისად გუშინდელ შეხვედრაში მან ვერ შეძლო თამაში, არ ვიცი დღეს შეძლებს თუ არა და ანდრო ვითაძე რასაკვირველია ერთ-ერთი უმთავრესი
დამტყმელი ძალა საქართველოს ნაკრების, რომელიც ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე ატარებს თავის შეხვედრებს და წარმატება მინდა ვუსურვო მათ, რასაკვირველია თითოეულ წყალბურთელს ჩვენ გუნდს სულ რამდენიმე წუთია დარჩენილი შეხვედრის დაწყებამდე და ყველამ ერთად უნდა უქომაგოთ საქართველოს ნაკრებს უკრაინელებთან. ამ შეხვედრაში გამარჯვებას თუ კი მოვიპოვებთ და შევძლებთ მე დარწმუნებული ვარ უნდა მოვიგოთ, გავდივართ უკვე ნახევარფინალში და ნახევარფინალური დაპირისპირება ძალიან საინტერესო და დაძაბული იქნება. მოკლედ, ძალიან მაგარი დღეები გველის პრაქტიკულად დასკვნის ფაზაში შედის მსოფლიო თასის ბ-დივიზიონის გათამაშება, რომელიც მალტაზე მიმდინარეობს და შესაბამისად თქვენთან ერთად რასაკვირველია ვისურვებდი რომ ეს ტურნირი საქართველოს ნაკრებს წარმატებით დაესრულებინოს. ჯერ არ დავიწყებ საუბარს იმ გზების შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჩვენ კიდევ და რა ვარიანტებია რომ მოხდეთ ავსტრალიაში, ამაზე ოდნავ მოგვიანებით დავტოვოთ პატარა ინტრიგა. მოკლედ, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად, მადლობა რომ ხარ ჩვენი გამომწერები, გემშტობებით მომავალ ვიდეომდე. უქომაგეთ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს.